მარნეულის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე მარნეულში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც 2 წლის წინ პრემიერის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო. სამინისტროს წარმომადგენლებს მასპინძლობა ქვემო-ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გაუწიეს. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული ტერიტორიის კონტროლი და ხეების მოლა სამინისტროს პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ ისინი ეტაპობრივად ახორციელებენ მონიტორინგს. 2 წელია მიმდინარეობს, მაგრამ როგორ არის მოვატარებთ გარკვეულ მონიტორინგს, თუ იყო რაღაცა და ხარვეზები, ამ ხარვეზების გამოსასწორებლად დავგეგმეთ ახლა ღონისძიებები ბუნების დაცვის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ აი ბოლო ხანებში, თქვენც იცით რომ ძალიან კარგად თანამშრომლობთ სამინისტროებთან და გუბერნია ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს მუნიციპალიტეტებსა და კონკრეტულ სამინისტროებს შორის. ხდება იმ პოტენციური ადგილების შესწავლა, სადაც მომავალში გაგრძელდება მწვანე მომავლის ფარგლებში გამწვანების სამუშაოები, მოხდება ამ ფართობზე ნიადაგის ინჯების აღება, სახეობების შერჩევა და შემდეგ უკვე გაწერილი სქემით, თავისი მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებით, ყველა ღონისძიება შესრულდება გრაფიკის მიხედვით.